გლობალური გეოპოლიტიკური პროცესები როგორც მიდის, შეიძლება გამოვკვეთოთ, რომ დღეს არის დაპირისპირება დემოკრატიულ სამყაროსა და მარტივად რო ვისაუბროთ, დემოკრატიულ სამყაროსა და ავტოკრატიულ სამყაროს შორის. და არის მცდელობა გლობალური სუფთა წესრიგის ტრანსფორმაციის, რომელიც აქამდე, ასე ვთქვათ, ლიბერალურ დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობილი იყო და ერთი მთავარი ჰეგემონი გააჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის სახით. და ეს ომი დაპირისპირება პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ამ დაპირისპირების ხელისწერტილი პირველ რიგში სწორედ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი არის, სადაც ფაქტობრივად აი ამ ახალი ტრანსფორმაციის საზღვრები უნდა ჩამოყალიბდეს ამ ომის დასასრულის შემდგომ და საქართველოსთან მიმართებაში მთავარი შეკითხვა უსაფრთხოების თვალსაზრისით სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უახლოეს პერიოდში სად აღმოჩნდებით ჩვენ, რომელ ბანაკში ვიქნებით, ასე ვთქვათ. კარგი გაგებით დავრჩებით ჩვენ დემოკრატიული თავისუფალი განვითარების გზაზე, იმ ჩვენ ტრადიციულ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რომელიც აქამდე 30 წლის განმავლობაში ჩვენი ინსტიტუციური და ქვეყნის ზოგადი განვითარებისა და სტაბილურობის, ჩვენი სტრატეგიული ინტერესების რეალიზაციის მთავარი, ასე ვთქვათ, პარტნიორი და დამხმარე ძალები იყვნენ, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური ვექტორი ყველა მის თანამდებობ პოტენციურ შედეგებთან ერთად და აღმოჩნდებით რაღაცა იმ ახალ ღერძზე, რომელთანაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება დამეგობრებას ცდილობს და ყველა ბოლო, ასე ვთქვათ, ნაბიჯი ამაზე მიანიშნებს. ეს არის უმთავრესი საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტოვებს ფაქტიურად მარტო ამ ურთულესი შეცვლილი უსაფრთხოებოს გარემოსთან მიმართებაში და ამ ჭრილში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის საკითხები, აღიარების პოლიტიკა, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების განვითარება და ის დახმარებები, რომლებიც ჩვენ ამისთვის ღებულობთ, ყველაფერი აბსოლუტურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, აბსოლუტურად ბუნდოვანი არის რა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გვექნება უახლოეს მომავალში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ეგზისტენციური მე ვთქვათ საფრთხეც, იმიტომ რომ როგორც ქვეყნის შიგნის ქვეყნის გარე პროცესებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ძნელად წარმოსადგენია მკაფიო პასუხები გქონდეს საერთოდ უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით რა ხედვა არის დღეს ქვეყანაში, რას ვაპირებთ, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ზოგადად საით მივდივართ. ამიტომ ეს რაღაცა აბსოლუტური სტრატეგიული, ასე ვთქვათ, ბუნდოვანება, რომელიც დღითიდღე ძლიერდება საქართველოში, მოიცავს ყველაზე დიდ საფრთხებს, იმან გამომდინარე, რომ როგორც აღნიშნე, ჩვენ შეიძლება დავრჩეთ მარტო ყველა იმ გამოწვევის წინაშე, რაც ტრადიციულად ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, გარკვეულწილად რაღაცა უსაფრთხოების სტრატეგიულ იზოლაციაში და იმ ქვეყნებთან ურთიერთობის ამარა, რომელიც დიდად ვერ დაიკვეხნიან, ასე ვთქვათ, დემოკრატიით ან რაღაცა ადამიანების უფლებების დაცვით და თავისუფლების დაცვით და ზოგადად ქვეყანა რეალურად დგება ისი შინაარსობრივი განვითარების რადიკალურად ნეგატიური ტრანსფორმაციის საფრთხის წინაშე, ასე რომ საგარეო და საშინაო საფრთხები ძლიერდება, ორმაგად მე ვიტყოდი რა. გიორგი, ამ საფრთხის შედეგი რა შეიძლება იყოს? შედეგები შეიძლება იყოს ქვეყნის აბსოლუტური საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, მისი სისტემური ტრანსფორმაცია, განვითარება დემოკრატიიდან რაღაც ავტორიტარული ჰიბრიდული რეჟიმის მიმართულებით, ანუ ქვეყნის შიგნით თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი ეროზია, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების, როგორც თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სასწავლო შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, საგარეო სამხედრო საფრთხების წინაშე ჩვენ დავჩვევით ძალიან მცირე რესურსებისა და საკუთარი შესაძლებლობების ამარა ჩვენი ტრადიციული პარტნიორების დახმარების იმედის გარეშე. ეს ძალიან ზოგადად ვთქვა.